საღამო მშვიდობისა ეთერშია სოლო. დღეს მე სტუმრად ყავს ჯგუფი მწვანე ოთახი, აჩქო გულედანი, ჯგუფის სულისჩამდგმელი ლიდერი, სიმღერების კომპოზიციების ავტორი, გამარჯობა აჩქო. ასევე ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი წევრი ალბათ ხო? ბეკა ჯაფარიძე. ბეკა ჯაფარიძე. რომელიც ძალიან წერს სიმღერებს, მარტო ჩემი არ აქვს სიმღერა. და დავით ადუაშვილი, ასე ვთქვათ, მთელი გული, ხო? მამუკა ბერიკა. მამუკა ბერიკა, გადაცემის წამყვანი. ასევე მწვანე ოთახი ძალიან დიდი მეგობარი. შენ არ ხარ კომპოზიციებს? მე ვეხმარები. შენ ეხმარები კომპოზიციების შექმნაში. მაშინ თუ თავიდან დავიწყოთ, პრინციპში თავისთავად სახელწოდება ყოველთვის განსაზღვრავს ჯგუფის მისწრაფებას, ჯგუფის კრედოს, მის ხედვას და საერთოდ კონცეფციას, ხო, რისით ხმა სურს ამა თუ იმ მუსიკალურ ჯგუფს. მაგრამ დღემდე ჩემთვის მაინც ბოლომდე არ არის გასაგები, თუ რას ნიშნავს მწვანე ოთახი. პრინციპში არაფერსაც არ ნიშნავს. არაფერსაც არ. სინამდვილეში უბრალოდ არსებობს ახლა ეგეთი ოთახი და საიდან წამოვიდა ეგ სახელწოდება? ბავშვობიდან. ბავშვობიდან მოდის ეს სიტყვათა რაღაც თანწყობა, მწვანე ოთახი. რაღაც ისეთი ოთახი. სახლში, ჩემთან ქვია ოთახს და ხეს საერთოდ სახელის არჩევა არის ხოლმე ძალიან რთული. მით უმეტეს ჯგუფისთვის რა. ძალიან ისეთი რა თქმა უნდა. საკითხია და როდესაც ჩვენ პირველი ჩანაწერი უნდა გასულიყო რადიოში ჩვენი ჯგუფის, რაღაც ხო უნდა ეთქვათ, რომ აი ან ეს ჯგუფი ან რაღაც მისამართი ხო უნდა გქონდეს. თავისთავად. ხო და რა ვიცი, ბევრი ვარიანტი იყო და ვიწვალეთ ახლა ბევრს რაღაცებს. ესე თუ გახსოვს, შენთან მოვიტანეთ პირველ პროგრამა და კი, მე მახსოვს. რა ქვია ჯგუფს, მას სახელი არ ჰქონდა მოგონილი. მგონი მაშინ არც იყო ჩვენ მაშინ. მე მაშინ მახსოვს, ხო, აუდიენციაში მოხვედით. ხო, მაშინ გავედით და მაშინ მგონი არც ერქვა სახელი არაფერი. ხო. და ესე უცებ რა ხა რომ ლაპარაკობდით რაღაც. ხო ისთან რომ გინდა რომ რაღაც მოიფიქრო, არაფერი არ გამოგივა რა, სულ რაღაც სასაცილო რაღაცები მოგდის თავში და უცებ გამახსენდა რატომღაც. და ვთქვი და უცებ ყველამ ხო ეგ არის. ეგ არის. მოკლედ თამაში არანაირი რაღაც შორსმოვალი რაღაც ჩანაფიქრები არ ყოფილა საერთოდ და მგონი არც არის საჭირო რაღაც. ყოველ შემთხვევაში თქვენ ეს არ გაწუხებთ და ასე თუ ისე ახლა ჯგუფის მუსიკალურ ფორმატსაც რაღაც მუსიკალურად და ხედვითაც ასე ვთქვათ ესა დაგება. მეც ესე მგონია ხო რაღაც ახლა. ბატონო? ანეროს. აჰა. ბეკა თავიდანვე იყო ჯგუფში თუ არა? მე მგონი შემდეგ მოხვედი. მწვანე ოთახში. სულ თავიდან. შეუკრავდა. ხო, ჩვენ ერთად მოვხდით, ერთად ვსწავლობთ ჯაზის აკადემიაში და იქ დაიწყო საერთოდ ჩვენი ურთიერთობა მუსიკალურის და ისეც. და მე უცებ მოგვივიდა იდეა, ბევრი რაღაც პროექტების თუ რა ქვია, მაგას ძელი ამბების მე სხვადასხვანაირი. აი პირველი კომპოზიცია რა იყო აი მაგალითად? პირველი კომპოზიცია იყო ეს ჩვენი. სად არის მზე? ეს იყო სუპირველი, რომელიც საერთოდ სუპირველი ინგლისურენოვანი. ხო, ინგლისურენოვანია და საერთოდ პირველი ეს კომპოზიცია გაკეთდა რეპეტიციაზე. პირველი რა, თუ არ ვწდები, ეგრე არის, ხო? კი, ეგრე იყო. ხო, პირველი. უთავო იყო. აი იყო? უთავო. უთავო იყო პირველი? ხო, კი, ქვედი. არც ძალიან ახლა მე. არა, ხო, შეიძლება, ხო, შეიძლება ისიც იყო. მოკლედ, ეხლა არ ორივე გიჟა. დავა და კამათი, ხო. არა, რატომაც არა, ეს ძალიან საინტერესო პროცესებს იხსენებთ თქვენ იმას, რასაც არ ვთქვათ მაგალითად. ყველაზე საინტერესო ისეთ პროცესი არის, ყველაზე კარგი პროცესია, როდესაც ეხლა რაღაც აი განსაკუთრებული ის არ გაქვს, ხო, ეხლა მაშინ რო ვიწყებდით ამ ჯგუფის გაკეთებას, ხა არავინ არ ვიცოდით, რომ ალბომს ჩავწერთ, საერთოდ ჩავწერთ თუ არა რამეს, რამე გამოგვივა თუ არა, უბრალოდ ერთი წელიწადი ინტენსიურად ლამის ყოველდღე გქონდა რეპეტიციები რა, როცა ვახერხებდით, იმიტომ რომ გქონდა საშუალება ეგ აპარატურისაც რაღაც ოთახიც გქონდა და მოკლედ ეს ბუდე გქონდა მოწყობილი რა და იდეების თან მოდის და ენთუზიაზმი არის ყველაზე კარგი რაც არის რა ეს. რა თქმა უნდა. ამას ყველაფერს სიყვარულით აკეთებ. ხო და პირველი ალბომის ჩაწერის დროს 4-5 სიმღერა ამოვაგდეთ, იმდენი დაგვიგროვდა რა. ხო და საკმაოდ ისეთის გამოვიდა პირველი ალბომი, ერთი წლის განმავლობაში რაც მოგდის თავში ყველაფერი ერთმანეთს არ გავს. სანამ რაღაც დაალაგდება, ჩამოყალიბდება და ცოტა არეული ჟღერადობა აქვს, ეხლა ვთქვათ, ვინც მისებს მოусმინა ტელევიზორში და წავიდა და იყიდა, შეიძლება მეორე დღეს თქვა, რომ ესენი აფერისტები არიან თუ
ამ დროს მეორე გვერდზე უცებ იწყება საერთოდ სხვა რაღაც. ხო და, რა ვიცი. ეს მისებიც ასე ვთქვათ იმ ადრინდელი პერიოდიდან მოდის, ხო? ხო, აი ესე გქონდა კედელზე, აი ესე ვიჯექით, დათოიჟდა ესე. ბექა ესე, ბექა იყო თან ბასისტი, იმიტომ რომ ბასისტი არ ყავდა. და გოგოები. მაგრამ ჩვენ ვაკეთებდით სიმღერებს ჯერ სამი კაცი რა და მე მოდიოდნენ გოგოები. ხო, და ესე იჯდა დათო ზუსტად ესე აქით იჯდა ბექა თან მაშინ ძალიან პატარა იყო რა. ეხლა რა არის დიდი ეხლა რა. პატარა იყო ძალიან რაღაც ზერთავდა ხოლმე. ერთი რაღაცის ქონდა რა ქვია ამორჩეული ხმა და მე ესე მიყიდა იმაზე რა. ეხლა გაიზარდა აი ფერზე. წვანე ოთახში გაიზარდა. აი ესე რა. მოვიდა ფერზე. და ესე გვეკიდა ესე ფურცელი ბოლოს რომ მივხვდით რომ არ ვიმახსოვრეთ რა სიმღერები გვაქვს და სამუშაო სახელი ხო მიეწერა როგორც ყოველთვის ამას აქვია რა ქვია და აი რა. ხო ესე შერჩა ხოლმე მაგათ ერთ სიმღერას შერჩა სახელი ზურაპა. არავინ არ იცის რა თუ ქვია იმას ზურაპა, მაგრამ აბა რომელია ზურაპა? და ასე შემდეგ. რაღაც ესე ფანკი. ხო. და ნეველა რაღაც დაიწმინდა ეს პროგრამაც. ეს მისებიც ესე იყო ერთ-ერთი რომ ვეკითხებიან ხოლმე ეს მისები და რაღაც ну, პრინციპში ხა ამ სიმღერით გავხდით პოპულარული. ხო, ეს იყო თქვენი ჰიტი. გვინდა არ გვინდა, ეგრე არის. რომ აი არავის არ გვახსოვს, აი იდო რა თავით ეს სიმღერა შეიძლება არ გაგხსენებოდა ხა ერთი კვირა 10 დღე რეპეტიციების დროს, იმიტომ რომ სხვა რაღაცაზე ადავთული ყავით და უფრო დიდი ენთუზიაზმით ის გვეკეთებინა და ესე იყო რა მე ხანდახან გავიხსენებდით რომ აი ის ხო გახსოვს ის სიმღერა, სახელიც არ ქონდა რა. ხო. მე დავაწერეთ მისები, გონ ტექსტი რო ტექსტიც ესე სპონტანური სიტყვაზე რეპეტიციის დროს როცა თემას. არა, ტექსტი, აი ტექსტებსაც შეეხება. აი ტექსტებსაც შეეხება. აი ხა მეორე კი არა და აი მესამე ნომერი დავიწყეთ მაშინ არა, მეორეშიც ერთი ტექსტი ერთად გავაკეთეთ, თორე პირველზე საერთოდ ტექსტი დავა. ხო, ვიცი. ხო და მე იმის გამო რომ მისების ასე ვთქვათ ტექსტი ძალიან დაინტერესდა. ჩემი საზოგადოება ბოლომდე არ რომ მიხდე რომ ჩემგან არაფერი არ გამოდის მაინც ეხლა რა ტექსტი წერო უკვე მიყურებენ რომ რასაკეთე. ხო, აბა რასაკეთე, საინტერესოა. ეხლა აი თქვათ სულ ახალი სიმღერა რომელიც ალბათ მესამე ალბომში იქნება, ალბათ კი არა მესამე ალბომში იქნება. ის საერთოდ ესეთი საგანი გახდა რაღაც იმისი აჰა. კამათის. დავჯექით მეოთხარი აგერ ბატონო ტექსტი. ბატონო. რა მეთქვა ხო და იქ შევასწორეთ რაღაცები ამოვაგდეთ რაღაცები. ამ კომპოზიციას შეასრულებთ ხო დღეს? დღეს გადაცემის ბოლოს ნუ აი ჯგუფმა დაწესდა ჯგუფი რომ სამ კომპოზიციას შემოგთავაზებთ. ერთი გადაცემის მსვლელობისას და გადაცემის ბოლოს თქვენ მოისმენთ მათ ახალ ნამუშევარს. ეხლა სოლო ბიოგრაფია გვაქვს ჩვენ პირდაპირ ეთერში და მე სტუმრად ყავს ესეთი არაჩვეულებრივი ხალხი ჯგუფიდან, რომლებიც ზოგიერთი გაიზარდა კიდევ კი, აი მოსუქთა. ჯგუფში წვანე ოთახი. აჩიკო გულედანი დაიბადა თბილისში 1973 წლის 6 სექტემბერს. მუსიკალური მონაცემები ბავშვობიდანვე ჰქონდა. ამიტომ მშობლებმა ის მუსიკალურ შვიდწლეთში შეიყვანეს ფორტეპიანოს კლასში. 3 წლიანი სწავლის შემდეგ აჩიკო აბსოლუტურად დარწმუნდა იმაში, რომ მისგან კლასიკური ჟანრის პიანისტი არ დადგებოდა და სკოლიდან გამოვიდა. სამაგიეროდ კლასიკურად და რაც თავარია საფუძვლიანად დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა. ის 8 წლის განმავლობაში მღეროდა ანსამბლებში საირმულა და დარიალი. დარიალში სიმღერის პარალელურად აჩიკო როკ ჯგუფ ჯენერალსის წევრიც იყო. თუმცა იქამდე, ვიდრე ამ ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი გახდებოდა, აჩიკო როკს დამოუკიდებლადაც უკრავდა. მან ზედმიწევნით შეისწავლა ლივერპულელი ოთხეულის ბიტლსის მთელი შემოქმედება. ჯენერალში მოღვაწეობის დროს აჩიკო უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა მუსიკას. მან გიტარისა და სოლფეჯიოს გაკვეთილების მიღება დაიწყო თავისი მეგობრებისგან. პირველი სიმღერები აჩიკომ ჯგუფ ჯენერალსისთვის დაწერა. ამის შემდეგ მან ჯაზის აკადემიაში ჩააბარა, სადაც ის ადამიანები გაიცნო, რომლებიც დღეს ჯგუფ წვანე ოთახში არიან. წვანე ოთახი ჯგუფს აჩიკოს სახლის ერთ-ერთი ოთახის ფერის გავლენით დაერქვა. 2000 წელს ჯგუფმა პირველ ალბომზე დაასრულა მუშაობა და პირველად გამოჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე.
ანუ მათ ტელეეთერის საშუალებით მოასმენინეს ქართველ მაყურებელს საკუთარი შემოქმედება. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჯგუფ მწვანე ოთახისა და ხმისჩამწერი კომპანია ქართული ჩანაწერების მყარი ურთიერთობა. მას შემდეგ ჯგუფის ყველა ალბომი ამ ლეიბლით გამოდის. დღემდე მწვანე ოთახს 2 ალბომი აქვს გამოშვებული. ყველა სიმღერა ორიგინალურია. ანუ ჯგუფის წევრები თვითონ წერენ ტექსტსაც და მუსიკასაც. ამჟამად ჯგუფი მესამე ალბომზე მუშაობს და განსხვავებულ ჟღერადობას გვპირდება. შორის ჟღერადობასთან დაკავშირებით მაქვს ესეთი შეკითხვა, იმიტომ რომ თქვენი პირველი ალბომი თავისი ჟღერადობით, თავისი მუსიკით, საერთოდ იმ ჟანრების, ასე ვთქვათ, სინთეზით იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო. ანუ იმ პერიოდისთვის ძალიან მოდური და ასე შემდეგ. მეორე ალბომი Shutdown, მაგალითად, ეს უკვე იქ ბევრი ელექტრონული ელემენტები გაქვთ შეტანილი, იმიტომ რომ ზუსტად იმ პერიოდში შეიქმნა, როცა ძალიან პოპულარული იყო. ყოველ შემთხვევაში დასავლეთში. აი, ეხლა მესამე ალბომი რითი იქნება განსხვავებული? ანუ რას წარმოგვიჩენთ იმ სიახლეებს, რა არის მუსიკაში ახლა ის? ახალი ალბათ მესამე ყველაზე განსხვავებული იქნება. ეხლა ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ რაღაც მზადების პროცესია და ჩამოყალიბებულიც არის რაღაც ჯერ უფორმოვანი მაინც. მაგრამ ის სიმღერები, რაც ჯერ ერთი სიმღერა თავიდან ბოლომდე რომელიც გაკეთდა, არც ვიცით, ცოტა სხვაგანაა მუსიკალურად. ალბათ ეხლა აი პრინციპში ვერც გეტყვით. ერთი არის ფაქტი, რომ უფრო როკისკენ წავედით. და უფრო როკისკენ ჟღერადობაა გაცილებით ვიდრე წინა ალბომებში. როკისკენ ახლა როკის რომელიმე პერიოდისკენ თუ ეს უფრო ნიშნავს, რომ უფრო დამძიმდება. არა, მე ვიძახი ამას ჰარმონიულად, აი ვთქვათ, ჰარმონია მაგალითად პირველ ალბომში თან მეორეში თუ უფრო რაღაცა ელემენტები გაქვთ, რა თქმა უნდა, ფუჟენის და ასე შემდეგ. კი, ჯაზი. აქ რა ვიცი, ჯერჯერობით სიმღერები იწერება და არის უფრო როკული ჟღერადობის, თქვა. ბალადები, როკი, ალბათ. ხო, ეხლა რას ნიშნავს ეს როკული ჟღერადობა შეიძლება ეს ვერც მიხვდეს ადამიანი რომ ვიძახით, მაგრამ ეს არ იქნება ტრადიციული ჟღერადობა, თქვა როკში რაც არის, რაც იგულისხმება რა. აი მაგალითად აი ამ ადამიანების დახმარებით რომლებიც ჩემთან ზიანა თქვა ბექა რომელიც აკეთებს არანჟებს და მის რეჟისორზე მუშაობს. ნუ აქვს რაღაც ახალი იდეები. ამას ვათავსებთ მე ყველაფერს ერთად რაც ვთქვათ მიქსავ. ძალიან კარგი. ეგ რა გამოვა ნახოთ ჯობია მოვისმინოთ. დაახლოებით მაინც როდის ველოდოთ რა რამდენი ხანი დაჭირდება გამოსვლა. ეგრეთი გეგმა გვაქვს. თუმცა გეგმები საერთოდ როგორც წესი არ ამართლებს. ალბათ სექტემბრისთვის უნდა მოვასწროთ. სექტემბრისთვის უნდა დამთავრებული ქონდეს, იმიტომ რომ პარალელურად ეს ვერსია ცოცხლადაც უნდა ჟღერდეს უკვე. ანუ მთლიანად პროგრამა უნდა იყოს მზად სასცენოთაც და ვთქვათ აუდიო ჩანაწერი. ეხლა რა თქმა უნდა ინსტრუმენტები მზად არიან, თქვენ მზად ხართ და ერთი რომელიმე კომპოზიცია გავიხსენოთ ძველი დრო. კი ბატონო, ხო არც თუ ისე ძველი ხა. მაგრამ ეს Shutdown-ი ალბომი და პრინციპში ხა ეს სიმღერა რომელსაც ჩვენ ახლა დავუკრავთ ალბათ რაღაცნაირი მე ესე მგონია რომ ალბათ რაღაც ხიდივით შეიძლება იყოს მესამესთან, იმიტომ რომ აქ უფრო როკისკენ არის შედარებით ის ჟღერადობა და სხვა შორის ინტრო ამ სიმღერის არის ძველი General-ის დროინდელი ინტრო და საერთოდ სიმღერის რაღაც ნაწილი იმ დროინდელია რა. ოღონდ ჟღერადობა ეხა იქნება ბალადური, unplugged, შეუულებრივი. ზებმა მითხრეს მე ზღვასთან გვინდა ზღვებმა
მითხრეს მე ძებთან გვინდა ძებმა მითხრეს მე ცაში გვინდა problema მითხრეს მოვა შენთან გზება როგორც მითხრე შენთან სხვებმა როგორც თქვენს შენთან ძებმა როგორც მითხრე შენთან როგორც დღეს na na hey na na hey na 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 Sweater თქვა მიწა მინდა მიწა უთხრა მზეს სიტბო მინდა ყველას ათბობშე magma galitida ყველა ვიდეომე შემთვის ერთი ციდა შემთან წვიმა როგორც მითხრა შენთან მიწა როგორც თქვა შენთან სიტბო როგორც მითხრა შენთან მოვალხვა na 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 ძალიან ისეთი იმპრესიონისტული ბალადაა, არაჩვეულებრივი კომპოზიცია და სხვათა შორის აი ამ
იმპრესიონისტთა დაკავშირებით, impression. ანუ შთაბეჭდილება ყოველი ჩვენთაგანი თავისთავად ან ერთხელ კი არა, ფაქტობრივად მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ შთაბეჭდილებას ღებულობს. მაგრამ რაც მის გემოვნებას და მის ასე ვთქვათ ერთგვარ მიმართულებებს, პრიორიტეტებს აყალიბებს, მაინც ოდესღაც ერთხელ ძალიან ისე ძლიერად ხდება. აი, ბექადენ დავიწყოთ, მაშინ შენთვის ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელ მუსიკოს ან მუსიკალურ ნომერს ან შეიძლება უბრალოდ ინსტრუმენტის ჟღერადობას მოუხდენი. ალბათ ჭიანურს. ჭიანურს. ალბათ რა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი აკაულის ფუძეა ეგ. თან თავისი ჟღერადობითაც ხო, ესეთ სასწაული გერა. რაღაც ისეთი ჭუჭყი მოყვება. თითქოს და ჭუჭყი მოყვება, მაგრამ მაინც მაგიტომ არის ბრძნული ზაგრავია ჩემი. ამ სიმღერაში სხვათა აი აქ არის წესი ჭიანური უნდა იყოს, მაგრამ ბოლოში და ეგ არის აი გასulis ყველაზე ისეთი ასე ვთქვათ ის ჭუჭყი არის მთელი ეფექტი რა იმ ბოლოში სანდრო უკრავს ნიკოლაძეს ასე ვთქვათ ყველაფრისტი არის ყველაფრისტი იქ ჭიანურია თუ კამანჩა არის თუ რა არის მაგრამ ჭუჭყიანი და არქაული ბგერა ხო პატარა მისი ხო არის ჭიანური არ არის ჭიანური ჯობი როგორ ჭიანური ვერ იშოვა ბექამ და კლავიშზე სხვათაშორის აი კვირას მეყოლებიან სტუმრად ჯგუფი ურმული ქართული ფოლკი ასე რომ ბევრი საინტერესო რაღაც პატარა მასტერ კლასიც მინდა რომ ჯგუფმა ჩაუტაროს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე არა მარტო ინფორმაცია რომ მიიღოს ჩვენმა მაყურებელმა არამედ მისი ჟღერადობა და საერთოდ ისტორიაც შენ არ უკრავ ესეთ სიტყვაზე ნაციონალურ სვანურ ინსტრუმენტებზე ო დაკვირით არ ვიცი ხა ამ შემთხვევაში ჭუნირი ხო კარგი რაღაცაა მაგრამ არ მისდია რა თქმა უნდა არ გქონია პრინციპში, მაგრამ აი ხა ურმული რო ახსენე. ხო. მათ ქონდათ ეგ ინსტრუმენტები, მოქონდათ ხოლმე ჩვენთან სტუდიაში და ხა არ შეიძლება ინსტრუმენტით თამაში, მაგრამ თხოვდით რომ რაღაც გვენახა როგორი ხმა აქვს და როგორი ჟღერს, როგორი ჟღერადობა აქვს რა. რაც შეეხება ინსტრუმენტებს ესე არქაულს და რაღაც ავთენტურ რაღაცებს, მაინც არ ვთხოვ, მაგრამ რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, ხო? შთაბეჭდილებებზე მე დავიწყო ალბათ ინსტრუმენტს თავს დავანებებ და მაინც ვიტყვი ესე ძალიან სტანდარტულ რაღაცას, მაგრამ ეს რეალობაა, პრინციპში გიტარის შესწავლა თუ გიტარაზე დაკვირსწავლა, იმიტომ მომინდა რომ უცებ გამიშთა სახში ეგეთი დისკი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band და Lonely Hearts Club Band და აი მომინდა რა მე. კი. ხო და მე იმდენი რაღაცა მოყვა ამას ახლა მეკითხებოდნენ განაცემამდე რაღაც პროდიუსერები რომ აი ძალიან ძნელია თქვა აი რა მოახდინა შტაბეჭდილება ბოლომდე იმიტომ რომ პირველი დასაწყისი ეს იყო და ალბათ 90%-ის ეს იყო ჩვენ თაობაში ყოველ შემთხვევაში და ადრინდელზე საერთოდ ვლაპარაკობ ნამდვილად ეგრე იყო. ნუ რა თქმა უნდა რაღაცა ნაწილისთვის, იმიტომ რომ იყვნენ მე პრინციპში ისეთი ვიყავი. მე ამათ მხარეზეც ვიყავი და Rolling Stones-ის მხარეზეც ვიყავი. ხო, მან არიქომე რაღაც ისეთი ფანური ხო, მაგრამ იყვნენ ხო ისეთები, რომლებიც საერთოდ Beatles არ და ეს რაღაც მოდური კი არ იყო ისე, თავისი არგუმენტები ჰქონდათ, რომელიც აბსოლუტურად მისაღები იყო. გასაგებია, მაგრამ აი რაღაც ეტაპები არის მე ცხოვრებაში, რაც ეს ხო არის რაღაც აი იმის დრო, აი თქო იწყება ამეთი და მე ხა ესე კონკრეტულად მახსოვს რომ აი Pink Floyd-ის პერიოდი როგორი იყო ჩემ ცხოვრებაში. აი რასაც ქვია Pink Floyd-ის პერიოდი რა. რასაც ქვია Doors-ის პერიოდი სიტყვაზე, თქვა მე უცებ საბატები და ხა მეტალიკის პერიოდს არ მოყვები და სეპულტურას. ხო, იმიტომ შენ ერთი პერიოდი საკმაოდ მძიმე მუსიკასაც უკრავ. ჩვენ აი ხა Generals-ი რო გავიხსენეთ ჯგუფი, ჩვენ ჩაანწერები არსებობს, შემორჩენილია და იქ ზუსტად ჩანს აი იმ დროინდელი რას უსმენთ და რა გვიყვარს ძალიან რა. იქ ცოტა რაღაც Doors გავს, ცოტა იმას გავს, Zeppelin-ს გავს, ცოტა Rolling-ებს გავს, ცოტა იმას გავს, ხო, ეს მოკრეფილი და ბოლოს დამძიმდით ძალიან. ბოლოს უკვე ხერხავდით რა. სხვადასხვა დღეს ვიყავი ერთ-ერთ საღამოზე, მე არც ვიცი ვინც მოაწყო, უბრალოდ თვითონ მის მომეწონა ძალიან ფორმა, რითიც მას მოუნდა რაღაც პუბლიკასთან ურთიერთობა.
ნუ თავის ეძახის თოლია ჯონათან ლივინგსტონის ხო ფსევდონიმი არ ვიცი აი დღეს ვიყავი საღამოს ხო ჩემი ლედ ზეპელინი ესეთი ასე ვთქვათ მოსაწვევი ეკიდა და ნუ მივედით მე ჩემი მეგობარი და ისეთი ადამიანმა რაღაც თავისი პური ექსკურსი გააკეთა თავის ცხოვრებაში და ასე შემდეგ გაგვაცნო თავისი არა მარტო ისეთი ცნობილი არამედ ინტიმური საკითხების მაგრამ ყველაფერს ასე ვთქვათ სარჩული ამოუდო ლედ ზეპელინი და ლედ ზეპელინი ამ შემთხვევაში წარმოადგინა როგორც მისი ცხოვრების ასე ვთქვათ ლოკომოტივად და მატარებლად და ყველა ისტორია ასე ვთქვათ ზეპელინთან იყო კავშირში ну, ჩემთვის ახლა ძალიან ისეთი პირდაპირი კავშირი აქვს, ხო, ვისაც მუსიკა უყვარს, ეგრევე მიხვდება. აი პირდაპირი კავშირი აქვს სიტყვაზე, თქვა Pink Floyd-ების, თქვა Walls, აი რაღაც პერიოდთან, აი პირდაპირი, რა თქმა უნდა, იმ დროს, აი რითი იკვებები, რას ფიქრობ, ეს ბევრ საკვებს გაძლევს, საფიქრას გაძლევს, ზეპელინზე რო არაფერი არ თქვა, ხო, აი. რა თქმა უნდა. და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მესმის თქვა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია თავიდან ბოლომდე მოყვეს თქვა. და სხვათა შორის მე აი პატარა განსხვავებას ვხედავ სიტყვაზე როკ მუსიკას და კერძოდ აი პოპ მუსიკას შორის. აი მსმენელი როცა უსმენს სიტყვაზე იგივე დორსი იქნება თუ Wish We Hear Pink Floyd-ების არ აქვს ამას მნიშვნელობა, ან ნებისმიერი თანამედროვე პროექტი, მაგრამ სერიოზული ხო? მსმენელს ყოველთვის ის აკმაყოფილებს, რაც სიტყვაზე იქიდან მოდის. აი პოპ მუსიკის მოსმენის დროს ძირითადში მსმენელებს ახლა გამოკითხვა სტატისტიკას აჩვენებს რომ მათ სურვილი რატო უსმენენ იმიტომ უსმენენ რომ ისინი ხედავენ თავის თავს ასე ვთქვათ სცენაზე იმდენად მარტივია ფაქტიურად ეს რომ ის თulis რომ არ შეუძლია ახლა გამოვიდეს სცენაზე და იგივე გააკეთოს რასაც აკეთებს სიტყვაზე სხვა გოგონა სახელით ლუიზა ჩიკონე რომელიც მე წლები გავარდა რა სიტყვაზე სკანდალები და იმეებით და პროდიუსერებით გაიკეთებს სახელს და მე გახდება მადონა მაგალითად ეს მაგრამ აი ამისგან განსხვავებით ხო აი როკ მუსიკას ჯაზს და საერთოდ სხვა სერიოზულ მიმართულებებს რომლებიც თავიდან არც ისახავდნენ ალბათ ხო რომ გამختارებდნენ სერიოზულები უბრალოდ იქმნებოდა მუსიკა უბრალოდ მუსიკას აკეთებდნენ იმას რასაც და აი დღეს რას უსმენ ახლა ასე ვთქვათ იმის გარდა რასაც აკეთებს შენ პრინციპში ახლა ის პერიოდი რასაც ვთქვათ ჯაზის ვთქვათ ხო რაღაცნაირად აი ხეს ყველაფერი მიწყნარდა და რაღაც დავაგდა ასე ვთქვათ თაროებზე. მართალი რო გითხრათ ძალიან ბევრ მუსიკას ვერ მუსმენ. უფრო უსმენ იმას რაც აი ის იმ პერიოდში მიყვარდა რა. აი იმას უფრო უსმენ. ახალს რა თქმა უნდა რაღაცებს ვისმენ, მაგრამ აი სიამოვნებისთვის ყოველთვის იმ მუსიკას რომელიც უკვე გამოცდილია წლების მიერ. თორე ხა ისე და იგივე შეგრძნებები გაქვს მაგალითად რაც მაშინ ქონდა ეხლა ნუ თავისთავად ქონდა განსხვავებები არის ხა ბევრ რაღაცაში ბევრ რაღაც გადაფასება ხდება ბევრ რაღაცა სხვა ხრიდან უყურებ მაგრამ გამგებიანი ყურით უსმენ ხო? არა მაინც ის რაღაცეები რჩება რა რაც იყო ის ყოველთვის რჩება და არის აი მაგალითად დღემდე შეიძლება აი დავждეთ ხა აი ჩვენ და კიდე გიორგი ბასა ხა არიან მისმენენ და შეიძლება დავждეთ და გაუთავებოდ ხო შეიძლება ილაპარაკო მაგალითად აი ამაზე. ხო, თავდება ხოლმე რაღაც თემა ვითომ, მაგრამ არ თავდება, იმიტომ რომ იმდენად დიდი შთაბეჭდილება არის ჩვენთვის და იმდენად დიდი რაღაცა არის, რომ ყოველთვის შეგვიძლია თქვა სიტყვაზე მაგაზე ვილაპარაკოთ. რა და სულ რაღაც ახალი რაღაცები, ახალი რაკურსები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს უკვე ისტორიაა და ეს არის როგორც აი წიგნი რო კიდევ სახში მაგალითად. რაღაც რომელსაც წაიკითხავ სულ. მაგრამ ახალებსაც ხო კითხულობ, რა თქმა უნდა. ის სულ გიდევს. აი ეგრე არის რა. ახალი ყოველთვის საჭიროა, ეხლა შეიძლება ჩაიკეთოს. შენთვის შენ რას უსმენ რა არის ახალი? ხო. იმიტომ ჩვენს გვაინტერესებს აი მაგალითად რა მოწონთ ჯგუფს, ანით ნუ მე შემიძლია ვთქვა რომ მთლიანად დასარტყავი ინსტრუმენტების ტყვეობაში ვარ. ნუ სხვა ინსტრუმენტებიც რა თქმა უნდა ისევ მომწონს. მაგრამ ისე ვერ გატყვევებენ როგორც დასარტყამი ინსტრუმენტები. ხო, ასეც ვთქვათ. სხვა ინსტრუმენტებიც რა თქმა უნდა ის ჩვეულებრივად მომწონს. ცუდი ინსტრუმენტი არ არსებობს, მე ვთვლი რომ არ არსებობს ცუდი. ასეულენ მუსიკოსები რომელიც არც თუ ისე კარგად ასრულებენ ამ ინსტრუმენტებზე. მოსმენით კი
აი ესე უფრო ინსტრუმენტალურ მუსიკას. ნუ მე მიჭირს ხოლმე დასახელება დაყოფა ეს ჯაზია თუ როკია თუ რაღაც. ხო, მის უმეტეს ახლა თანამედროვეებში ძალიან რთულია მის განსაზღვრა, იმდენად არეულია. ნუ თავიდან რა თქმა უნდა მეც ვერ გავაკეთე როკს, იგივე ბიტლები, ფარფლები, პინკ ფლოიდი რა თქმა უნდა. მივიღე ინდუსტრიით. როგორც ჩვენთან იმ დროს იყო. ნუ შეიძლება ცოტა ნაკლებად, მაგრამ ის ხასიათი და ის დრო გამოცადე სიტყვით და მართლაც კარგი იყო. მართლაც კარგი იყო ის იგონებო ყველაფერი. რა კარგი იყო. ეს ნახევარი ინსტრუმენტი ხო, სხვადასხვა რაც შეეხება ამ ინსტრუმენტს. აი გადაცემის ფინალისკენ, როცა ასე ვთქვათ, გავალთ მე აუცილებლად ჩემს ისტორიას მოგიყვანეთ და დავითაც გაბაცნობს თუ რა ინსტრუმენტია, მაგრამ ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით ერთი ძალიან ისეთი ფანი ისტორია მაქვს. დავით, მე მგონი კიდევ ერთი კომპოზიცია რომ მოვისმინოთ ძველი ნამუშევარი და გადაცემის ბოლოს მოვიტოვოთ ასე ვთქვათ ახალი სინგლის პრემიერა. ბატონო, აი ხო ტექსტებით წამოვიყენე. ტექსტები. და სიმღერითაც რო ვფიქრობ, აი ხა რა ტექსტი არის, მაგარი ცუდია. არჩილ რა უნდა შევასრულოთ. ეს არის ისევ მეორე ალბომი, ისევ Shutdown-ი Love Story. მუზადება ჭირდება ესეთი. Machsels duck the week Time Sheni tremli twinda Zwet Ambav satan di zwet Rom Chemtan qopna kinda Pes Uchkarefes Kham Gaxos robot khodi So Romachuke intos Adres Verandagi prune Men Dashen Taulikse Sakakra Agara Quaks Taulik Dagwivna Sense Historia Arma Westwa It's home, long story. Mogwako, leva. Dro, ucewka I kcat. Zaz Gautau da zwima Schwez Ukwe arwet with schwez Rom Erzat kopna gwinda Chwen Ksebs da chwela insult Guabs Mogonebis peri Tos Romachuke intos
დღეს ვეღარ დაგიბრუნე მე და შენ თოვლი გზა სად გაქრა აღარ გვაქვს თოვლი დაგვიდნა ეს ისტორია არ მოუვესყვას ესეც ხო love story მოგვაგონდება ესეც ისტორია ესეც ხო love story ესეც ესე. ჯერ ტექსტი იწერება და მე სიმღერა თუ პირიქით თქვენ ხშირად უფრო როგორ ხდება? ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის ჯერ სიმღერა და მერე ტექსტი. მერე ტექსტი. იმიტომ რომ ისეთი ტექსტები გვაქვს რომელზე რაღაც სიმღერა ჯერ არ გამოგდის. ხო, უფრო ალბათ ჩვენ ესეთი ის გვაქვს. პირველ ალბომში ესე იყო, საერთოდ არაფერი არ ისმის, არც ტექსტი, ვოკალი დაბლა არის, იმიტომ რომ სულ ჯერ ინსტრუმენტალს ვაკეთებთ ხოლმე და მერე გვავიწყდება ხოლმე. ეხლა ის რო შენ ძალიან დიდი მოყვარული ხარ ფეხბურთის, ბეკაც ესეთ მდგომარეობაშია? თუ როგორ? ბეკა ჩემზე უარეს მდგომარეობაში. ბეკა გერმანული ფეხბურთის მოყვარულია. ხო, არა, უბედური რატო? უბედური ჩემ ტერიერს. ფეხბურთის განხრით. არა, ეგრეს ნუ დაიდო. ეხლა მოკლედ დაიდო. კარგი ისტორიები. დოიჩლანდ, აილე. ალასთან დაკავშირებით. შენ ბატონო თქვენ როგორ ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში ძალიან გოლფი უყვარს დათო შედარებით ის არის ნეიტრალური ასე ვთქვათ ამ ნერვებს არ იხრის ამაზე რა ამ ფეხბურთის ნერვებს არ იხრის იმან წააგონო ნიბალეო ეტუია ნიბალეო როგორც რუსები თორე წარმოიდგინე არა ძალიან მიყვარს თამაში ხო თამაში უყვარს ყველაზე კარგად თამაშობს ჩვენ შორის ჩვენ შორის კი რა ყველაზე სპორტული არის დათო ყველაზე და ჩემზე მოუხერხებელია ბეკა. არ პენალს უტყობ. ხო, ბეკამ ერთხელ თქვა გენიალური ფრაზა რა. ამას ლაპარაკობთ ეხლა, ყველაფერს მოყვებით. ფეხბურთი რაღაცა ფეხბურთზე მეც ლაპარაკი და ხო არ ვითამაშოთ, გუნდი ხო არ გავაკეთოთ რაღაც ისე რა, გასართობად და მე კარგად თამაშობ ფეხბურთს ძალიან, просто ვერ დავრბივარ. გასეს ვიძლევიო მაგრამ უბრალოდ ვერ დავდივარ ვენეცად. ძალიან კარგი, აბა და ყველა სავისებრი პრობლემა აქვს ზოგს, მაგალითად ხო, ზოგი დარბის, მაგრამ პასეს ვერ იძლევა. ვერც მე დარბივარ ეხა იმასავით, ირემივით, მაგრამ ფრაზა თვითონ ძალიან მაგარია. ну ჩვენ ფაქტიურად დასასრულს უახლოვდება გადაცემა, ესე იგი გადაცემის ბოლოს თქვენ გელოდებათ ფან-ხულიგანი, ხოლო მის შემდეგ მოხდება სიმღერის პრემიერა ახალი ალბომიდან, ეს პირველი სინგლია, ხო? რომელსაც თუ ხო, ეს არის ერთადერთი სიმღერა, რომელიც დასრულდა ჯერ ერთადერთი ფორმა მიიღო ბოლომდე, არის ბევრი, რომელსაც ჯერ ფორმა არ მიუღია საბოლოოდ. ეს არის ისეთი, რომელიც ჩაწერილი მოსმენა შეიძლება. დაჟდე მოისმენ. ოღონდ ხა შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად სხვა ჟღერადობა არის ალბომში, ეს გამეორებელს ხა აქ ამ წუთას ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ რა თქმა უნდა, სიმღერა კარგია, თუ ცუდია, იმას ჟღერადობა არ უშველის და არც არა. მე თუმცა აკუსტიკურ ვარიანტში ყოველთვის უფრო რაღაცა გარკვეული მისი სისადავე და სიმღერა არასოდეს არ იკარგება. ხო. მე თუმცა თუ კარგია არასოდეს არ დაიკარგება. ეხლა რა შეეხება აი ამას, ვთქვათ, ინსტრუმენტს. ორიოდე სიტყვის ასე რომ ეს გახლავთ ინდური ინსტრუმენტი სახელად მას ქვია ტაბლა.
იგი შედგება ორი ნაწილისგან, როგორც ხედავ, ერთია. მეორე ბევრი გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო მე მგონი ბერი გამოსულ კარგად იცეს ამბავი. კი, მე მოვყვე. არ აღმოჩნდა აქ, თორე აქ მეორე უფრო დიდია და ბუმ ეგეთი ხმა აქვს. მე კარგია ბუდიში ჩავარდა, მაგარ რაღაცას მოვყვე, ეხა ბასაზე ვიყავ, რა ხო კარგია. ეს ჩამოვიდა ბასა ინდოიდან, ჩამოიტანე. მოდი მე მოვყვე, მაგარ და რატო? იმიტომ რომ ბასა ჯანიკაშვილი, რომელიც ახლა გარეთ ის ჩვენ გველოდება, ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი მეგობარია, ბოლოს და ბოლოს ფულს ვერც ვერაფერს ვერ. წერალია ბოლოს და ბოლოს. ხო, თავისთავად სიგნის პრეზენტაცია ქონდა სხვა თუ არაფერი. სხვა თუ არაფერი. თან მორიგი წიგნი. მორიგი. აი ამ ინსტრუმენტს სახელწოდებით ტაბლა. აქვს, ну, როგორც მინიმუმ 5000 წლის ისტორია და ის არის ღვთაებრივი ღმერთებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. აქ მისი ისტორია, არ მე სერიოზულად ყვევი ამ იმას და რატო რა კავშირშია ეს ყველაფერი ბასასთან. თავიდან ტაბლა იყო არის ესეთი პაходный барабан, ანუ მსვლელო რიტუალების ჩასატარებლად სიტყვაზე ვიშნას ან ვიშნუს ან ნებისმიერ სხვა ღმერთს, რომელიც ინდოეთში ძალიან მრავლად არის, ჰინდუიზმის პანთეონიდან ამ მრდანგებზე, მრდანგი ქვია მას, აი ამ ინსტრუმენტს უკრავენ ხოლმე, ამით ღმერთებს თხოვენ მოწყალებას და ასე შემდეგ. იგი აი ფაქტიურად იგივე ფორმის არის, უბრალოდ აი ტაბლას ის მეორე ნაწილი რომ მიაერთო, აი ამას. აი ესეთი ფორმის არის მრდანგი, ორი მხრიდან რო უკრავენ, ხო. აი ვიღაცას, ოდესღაც ეს კაცმა არ იცის, როდის მოხდა და მან ჩამოაყალიბა ახალი ტრადიცია, ასე ვთქვათ, ტაბლა. ის გაჭრა ეს ბარაბანი, დადო და ერთი გახდა ასე ვთქვათ ბანი, მთელი იმეებით, რა ქვია, სპექტრის მუსიკალური და მეორე რიტმული სექცია. აი მისგან შედგება ასე ვთქვათ ეს ტაბლა. ხოლო ბარასა ჯანიკაშვილმა რამე თუ ჩამოიტანა ერთი წელი, მან ჩათვალა რომ ეს მეორე ესე დიდია და დაეზარა იმის გამოღება და ჩათვალა რომ ეს სრულიად საკმარისია და როგორც აღმოჩნდა, მართლაც სრულიად საკმარისია, აგერ აი ჩვენ დავითამ ჩვენურად აკაკუნებს ხო როგორც არის. რა თქმა უნდა, ასე რომ ჩემო ბაზა შენ ახალი ტრადიციის შემომყალიბებელი ხარ, ну, რა ვიცი, ამის სახელს დავახმებ თმარ. ბასა გამყოფი. ბასა გამყოფი. ყოველ შემთხვევაში ატომივით მეტი აღარ გაიყოფა ეს ტაბლა. მოდით მეორე ჩამოსვლაზე მეორე ნაწილი ჩამოგვიტანოს ბასამ. მაშინ გახდება ბასა გამაერთიანებელი. ეხლა კი დიდი მადლობა აჩკო, დიდი მადლობა ბექა, დიდი მადლობა დავით მოგზაურობისათვის, მე გისურვებ წარმატებებს, საერთოდ მთლიან თქვენს ჯგუფს, თქვენს კომპანიას, ვისთანაც თანამშრომლობთ, ქართულ ჩანაწერებს და ეხლა სოლო ხულიგანი იქნება პირდაპირ ეთერში, რომლის შემდეგ თქვენ მოისმენთ ჯგუფ წვანე ოთახის ახალ სინგლს. ეხლა ამით მე გემშვიდობები, დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ადიოს. ყველაზე მეტად უყვარს ფეხბურთი, უყვარს მუსიკა, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს, იყოს არგენტინის ბარში. სავალაცას იშოვნა ბრაზილიის მაიკა. იმ მაიკას გადის ოთახში მარტო, იცმევს და გამოდის იმ მაიკით და ჯდება და ნერვიულობს, რაც თავარია და აი ძალიან ნერვიულობს, ისე რომ ფიზიკურად არის ხოლმე ცუდად. სექტანტს მაგონებს ხოლმე რა ეს ფეხბურთის აღავლად რო ჯდება. როცა ფეხბურთი და კონცერტ მუსიკა ერთმანეთს ემთხვევა, ანუ საქმე და ჰობი, ასე ვთქვათ, მაშინ არის ძალიან დიდ გაწამაწიაში და ხარას იმიზეზებს რო აცდეს ამ მუსიკას და ფეხბურთს ყურებას არ მოაკლდეს და ხარას. ალბათ ჩუმა თვალერიანის წათერსაც არის. აი ტანემარია რო იყო ჩამოსული, ტანემარიას წინ გამოდიოდა მწვანე ოთახი და მაინდა-მაინც იმ დღეს დაემთხვა ფინალი, სადაც ბრაზილია თამაშობდა. ისეთი აღზნებული იყო ამ თამაშით, რომ ბრაზილიამ მოიგო მოგეხსენებათ მაშინ და ბრაზილიის დროშით გავიდა სცენად. ფილარმონიაში. ფეხბურთის გარდა სხვა გასართობი არ აქვს მაგას. ნანახი მაქვს ფეხბურთს როგორ თამაშობს და თლად კარგად არ გამოსდის. ნუ ის დარბის ცდილობს, მაგრამ ტექნიკა აკლია. აზროვნებით კარგად აზროვნებს მოედანზე. ფეხბურთის სათამაშოდ როცა მიდის, იცვამს მაისურს, ბრაზილიის მაისურს და ისე ყვითელი და მწვანე არ არის. კი იძახის ოთახი მაქვს, სახში მწვანე ფერის მაგრამ არ აქვს რეალურად. და ტყო დროშის გამო დაარქვა მწვანე ოთახი ამასაც. ბრაზილიის დროშის გამო.
ცოცხლ შესრულებაზე აჩემებული აქვს რომ უნდა მივიღო ცოცხლად. გულედანია რასაც ქვია რა, სვანია, ნუ სერიოზული სვანია რა. ცოცხალი მუსიკა მაგისტრის არის ისაბე. არ დამელაპარაკოთ მაგაზეო თქვა. თავის დროზე და აღარ დამელაპარაკეთ. რაღაცას იტყვის ერთხელ და ვსიო. ეთყობა პრობლემა აქვს პირის აყოლებაზე. ტექსტები მავიწყდება ხოლმე და მერევა. ტექსტი მნიშვნელობას ანიჭებს თვითონ. უბრალოდ ხა ხანდახან არის მის ტექსტი სიმღერაში თორე. პორტუგალიურად ჩაურთავს ხოლმე რაღაცებს ხანდახან. ჩემოედანი თვიჟიცა. აშაყირებენ რომ გავუქეპარზე დაიხარ. სულ იღინებს რაღაც სიმღერებს, არ თავის სიმღერებს არა მარტო, ძირთად უცხოურ სიმღერებს. თავის საყვარელი ჯგუფების. ეხა ის შოვა ფოტოშოპის პუგაჩოვას ახალი სიმღერა და ბოლომდე ჩართულია ამ სიმღერაში. სიმღერებიც ესე გავს მაგის სიმღერები. ბავშვობიდან უსმენს იური ნიკოლაევს, მაშა რასპუტინას. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ მუსიკალური განათლება რო აქვს მიღებული ემჩნევა ადამიანს. აი როგორი მუსიკაც მოწონს, თუ ეს ბულანოვა და რა ჩამოგითვალა. Там ждет меня красивый мальчик на золотом коне. Маленькая страна, маленькая страна. Кто мне расскажет, кто подскажет, где она, где она? ის ხო ვერ ნახავს ამას ეს ხალხცემამდე. ზუსტად ვიცი. კარგია. ესე იგი აღთავანებული ვარ. ასანიშვილი მგონი წასულია, ხო უკვე? წავიდეს. კარგით. დიდი მადლობა შესანიშნავი იყო სიუჟეტი. ახლა კი ჩვენი სიმღერა რომელსაც სახელი მგონი არ აქვს. ახალი ალბომიდან რომელსაც აგრეთვე არ აქვს სახელი. წავედით. თუ გინდა რომ მიხდეს სად რა მოხდა დღეს ტელევიზორ სახლში ნუყურებ ბევრს ცაზე მგონი ყველაფერი უკეთ ჩანს აი ხედე ზევით ნუ დაკარგავ შანს ყველა სიტყვა უკვე სადღაც ნათქვამს გავს ყველა სიტყვას თავის დუბლიორი ხავს რომელიღაც ბიჭი მალე მოერგება დროს რომელიღაც ჰალსტუქს მალე არ დათმობს მაგის დროს ალბათ მოვა თბილის სახლით შეიცვლება გზა ყველა დრო თავის დროა რაც არ უნდა დაემალოთ ამის თქმა ალბათ ღირდა ერთი ფურცლით ნაკლებს ვიტყვი ხვალ Washington-i terroristებს ფულზე ცვლის ჩემ ქვეყანას ადგილს უმზადებენ თბილს ან ცივს
მუსიკიდან სადღაც გაქრა ნოტიფა აღარავის უნდა აღარაფრის თქვა და სერჟანტი პეპერისთვის ნათქვამ ლექს ძალიან წინს რომ დღეს ლენონი ვეღარ წერს კარტი ისევ მიუვიდა ცხვერს თავის თავთან მარტო ვინც ვერ ძლებს სახლით შეიცვლება ყველა დროს თავის დროს რაც არ უნდა დაემალოთ ამის თქმა საუბარ ღირდა ერთი ფურცლით ნაკლებს ვიყვი